გამარჯობა მეგობრებო. მაშასე ბრიყვის დღიურები. და დღეს გთავაზობთ განვიხილოთ ისეთი პერსონა, როგორც არის ანდრო დგებუაძე. იმისათვის რომ სწორად დავინახოთ ასეთი პიროვნებების სტრატეგია, ხო, მე სხვადასხვა დროს მათ სხვადასხვა გამოსვლებს შემოგთავაზე, იმიტომ რომ ვთქვათ არ იყოს იმაზე გათვლილი რომ ვიღაცა საფაც ერთხელ რაღაც შეეშალა, ანუ ერთჯერად შეცვალოს არ გვაქვს. საერთოდ ესეთი პროპაგანდის ჭანჭიკები სარგებლობენ კონკრეტული სტრატეგიით, მაგალითად დღეს მსურს რომ დაგანახოთ ეს სტრატეგია კონკრეტულად როგორ მოქმედებს კონკრეტულ მაგალითთან დაკავშირებით. არის ესეთი ბაბლჰედი არის, ესეთი პლატფორმა არის TikTok-ის, მათ შორის TikTok-ს მგონი რა სხვაგან არ მინახავს, მაგრამ ალბათ სხვაგანაც არის. თვითონ ამ ბიჭებთან, ბაბლჰედის ბიჭებთან არ მაქვს ამ მხრივ პროპაგანდისტული და იდეოლოგიური მხრივ პრეტენზია. თუმცა მგონია რომ უცოდინრობით რაღაც შეცდომებს უშვებენ. ვარჩიე ანდრო დგებუაძის სტუმრობის მაგალითი მათთან. სულს ახლა განვიხილოთ ეს სტუმრობა. არ არის საკმარისი ესეთი შემთხვევების დასანახად. არ არის საკმარისი რაღაც ამოკვეთილად კონტექსტიდან ამოგლეჯილი გამონათქვამზე დაყრდნობა. არამედ საჭირო არის მთლიანი საუბრის შინაარსი გავაანალიზოთ ხოლმე. მე ახლა მოკლედ შემოგთავაზებ იმ საკვანძო მომენტებს, რომელიც ასეთ შემთხვევებში მყაფიოთ ვლინდება ხოლმე, ზოგი შეიძლება მას ვერ ხედავს, ამიტომ მე ახლა შევეცდები მოკლედ დაგანახოთ ის თუ რაზე ეყრდნობა საერთოდ პროპაგანდისტული ესეთი გზავნილები და მესიჯები. როგორ ტექნიკურად, როგორ შეფარულად აჟღერებს ეს ხალხი ესე იგი ამ პროპაგანდისტულ გზავნილებს. ზოგადად სტრატეგია შედგება სამი ნაწილისგან. პირველი ეს არის ესე იგი ყველაფერზე უნდა ისაუბროს ამ ხალხმა გარდა საქმისა. მე ამას თქვენ კარგად დაგანახებთ ახლა. მეორე მე ამორჩეული არის ერთი ან ორი საკვანძო გზავნილი ესეთი თემა, სადაც ჟღერდება ნეიტრალურ ანუ არაემოციურ ფონზე ჟღერდება ხოლმე ესეთ საუბარში და მესამე ეს არის დამახინჯება ფაქტების შემოbrunება რა ასე ვთქვათ სარკისებურად შემოbrunება იმისათვის რომ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის არ იყოს ეს ადვილად აღსაქმე. მაშასე წავედით ახლა ბაბლჰედთან სტუმრობის მაგალითით დავიწყოთ. თავისუფლების მიცემა რომ შენიულია მე მგონი საშასთანაც თქვი აღარ მახსოვს სადაც ლაპარაკობ და ჩემთვის ესე ჩამოვაყალიბე რა თავისუფლება იწყება გავბედეთი და თავისუფლება მთავრდება ბოდიში ახლა შენთან ბოტოსების საბავში და თავისუფლება მთავრდება გავიგეთი თუ გავიგე სადღარ ჩემი თავისუფლება ლატო იმიტომ რომ ბიჭო თავისუფლება არის რომ ბოდიში აუდიტორიასთან რომ ვატრაკებ. ესე იგი, მეგობრებო, ნახეთ, ეს არის შესავალი თავარ პროპაგანდისტულ გზავნილამდე შესავალი კეთდება, სანამ ადამიანი გააშხერებს ამას. ეს არის ზეწარი, რა, ერთი სიტყვით, რაზეც უნდა წამოწოს შემდეგ ეს მისი შემოთავაზებული გზავნება. ავხსნათ ახლა რატო. სინამდვილეში, მეგობრებო, თავისუფლება პირიქით არის. ეს არის ერთი საკვანძო მომენტი ამ სტრატეგიაში. სტრატეგიის შემადგენელ საკვანძო მომენტში, რომ განზრახ დამახინჯება კატეგორიების, ანუ ცნებების განზრახ დამახინჯება. იმიტომ რომ თავისუფლება მეგობრებო სწორედ იქ იწყება, სადაც ჩვენ გავიგებთ. ანუ სადაც ვიცით, სადაც ცოდნას შევიძენთ, იქ იწყება თავისუფლება. ანდრო თავაზობს საპირისპირო მხარით, ესე იგი თავისუფლება თითქოს იმას ნიშნავს, რომ ვატრაკებთ რა ჩვენ და ანუ თითქოს და ჩვენ რომ რაღაცას გავიგებთ, იქ აღარ ვარ თავისუფლება. ამიტომ იყავით გაუგებრობაში, უცოდინრობაში და იყავით თავისუფლების. ეს არის ფაქტის განზრახ დამახინჯება და მეორე მხრივ ეს არის ეს ზეწარი, რაზედაც მოეხლა წამოაწვენს ცოტა ხანში ეს ადამიანი თავის პროპაგანდისტულ გზავნილს. მოდით გავაგზავნოთ შემდეგი ეტაპი. კითხვა იყო ესეთი ოჯახში რა, ნუ კამათობ. რა ვქნა თუ მომბეზრდა? ხანდახან არის ლექცია არის და უკვე 38 ჯერ ვკითხულობ, ახლა კიდე ნაცნობი თუ დავინახე. რა ვქნა? აი როგორც ლექტორი ადამიანი გეუბნები, რომელიც ხმამაღლა ვამბობ, რომ ჩემთვის ყველა თემა ერთი თემა და იმას ვლაპარაკობ სულ. ერთადერთი გამოსავალი რა არის?
როცა ლაპარაკობ, მართლა ილაპარაკე და არ მოგბეზდება. მართლა ილაპარაკე განმარტე რა. მართლა გულწრფელად ბოლომდე აი ფლოუში გადადი და კი არ ჩვენ აქ უკვე ხედავთ თუ როგორ ეს არის ხრიკი ერთგვარი რიტორიკული ხრიკია, როდესაც მის თავს აკნინებს ადამიანი. ფაქტობრივად აღიარებს რომ ამდენი წელიწადი საერთოდ არ სიამოვნებს რას საკეთებს, არ სიამოვნებდა და ეხლა აღმოაჩინა თურმე რომ იგივე უნდა განასიახლე ხალხო. განასიახლე. ეს ის ადამიანი რომელიც მეტამორფოზაზე გვესაუბრება ჩვენ მუდმივად და ამ დროს ადამიანი იძახის რომ ერთი და იგივე უნდა აკეთო, მაგრამ მართლა თუნდაც აი გულწრფელად რა. ეს არის ილეთი რომ მის თავს აკნინებს იმისათვის რომ უფრო მაღალი მდგომი მის დონეზე კიდევ უფრო დაბლა ჩამოწიოს მომდევნო სიტყვაში, უკვე მომდევნო წინადადებებში. გულწრფელად კი არ აღიარებს აქ რამეს სინამდვილეში. ეს არის ხრიკი ილეთი. აქ ჩვენ ამ დროს გულწრფელობას ვერ ვხედავთ. იმიტომ რომ ფიციმწამს და ბოლო მაკვირვებს ხომ გესმით? ანუ ამის შემდგომ უკვე რასაც გააჭრებს, მიხვდებით რასაც ვამბობ რა. თავარი აქ ის არის რომ ჩვენ გავიგოთ უნდა რომ ეს ადამიანი ამას შეგნებულად აკეთებს და არა შეცდომით. ადამიანი იძახის რომ თუ კი არ გინდა რომ მოგბეზრდეს რაღაცა, უნდა მართლა თალი იყო, ანუ გულწრფელი უნდა იყო და არ უნდა იტყუებოდა და არ უნდა ატრაკებდა. ეხლა გადავიდეთ მესამე ეტაპზე. ეგ არის უსერიოზულესი პრობლემა ჯენზის თაობაში. ყველაფერი მობეზდა. ვაფშე აი არსებობა მობეზდა. ეს ყველაფერი რაც დაკავშირებულია თავისუფლებასთან, რომ თავისუფლება ყოფილა ის რომ ატრაკებთ, ანუ თქვენ ატრაკებთ ჯენზებო. ბოლო პერიოდში ძალიან მუშაობს სერიოზულად პროპაგანდა ჯენზის შედეგების სახეზეა, ხო, გამოიყვანო შედეგი, როდესაც ადამიანი რაღაცას უსმენს და ვერ აღიქვამს. ამას, მაგრამ არაცნობიერში მაინც ილექება ის. არაცნობიერად მაინც ზემოქმედებს ესეთი სიტყვები ადამიანებზე. რა სწორედ მაგაზია გათვლილი, რომ ვერ მოასწრებს ადამიანმა გაანალიზება, ვერ მოახერხოს ამისი და საბოლოო ჯამში თურმე ჯენზი არ ყოფილა გულწრფელი, არ ყოფილა მართალი და ატრაკებს რა ერთი სიტყვით და კაფიოდ გამიმდინარეობს ეხლა აქ სხვა თემის ჭრილში იმის გაჟღერება, იმ პროპაგანდისტული გზავნილის გაჟღერება ადამიანების თქმაში, რომ ჯენზის მობეზდა არ არის საკუთარ თავთან, არ არის მართალი თურმე ჯენზი. ეხლა დააგვირგვინებს, დავადგოთ გვირგვინი, ასე ვთქვათ, ამ ჩვენს გამოკვლევას და მინდა განვარტოთ, რომ თავისუფლება, ხო, არის ნახეთ, საერთოდ სიტყვა ენა არის კოდირებული ინფორმაცია, არის სიტყვები. ხო? სიტყვაში დევს თავისებური კოდი, თავისებური ინფორმაცია, ყველა სიტყვაში, მათ შორის თავისუფლებაშიც. თავისუფლება გულისხმობს მეორეს მხრივ ვალდებულების არსებობას. ანუ შენ უფლება თუ გინდა რომ გქონდეს რაღაცის, ხო? შენ ვალდებულებით უნდა მიუდგე შენს თავს, შენს მოქმედებას, შენს ცხოვრებას. და რა თქმა უნდა, პასუხისგებლობით, რა. ანუ შენ რამდენადაც პასუხისგებლობით იქცევი, ხო? იმდენად თავისუფალი ხარ. იმდენადაც იცი რაღაცა, რამდენადაც გაიგებ რაღაცას, იმდენად თავისუფალი ხარ. და როდესაც უცოდინობაში ხარ და როდესაც გაურკვევლობაში ხარ, მაშინ არ ხარ სწორედ თავისუფალი. ხო? და მინდა ასევე ვთქვა, რომ ეს ის ადამიანია, რომელიც ჩვენ ამდენი ხანია გვესაუბრება მეტამორფოზაზე და მეტამორფოზა არის გარდასახვა. ეს არის გარდასახვა. გარდასახვა ბუნებაში არ არსებობს ადამიანებო სიახლის გარეშე და ცვლილების გარეშე. ანუ გარდასახვა არის ცვლილება. არ შეიძლება იგივე დარჩეს და ოღონდ იგივე დარჩეს და გულწრფელი იყოს და ამას მეტამორფოზა გავარდა. არ არის ესე. უნდა გარდაისახოს რაღაც სიახლე და ჩემი აზრით ანდროდ გიბუაძის წლებია, ვინც უსმენ, რას გვთავაზობს სიახლეს ეს ადამიანი, ერთი და იგივე საკითხებზე გვესაუბრება, ოღონდ ამ ხრიკებს და ილეთებს იყენებს, რომ საზოგადოება ამას ვერ აღიქვამს როგორც. მე კიდევ, ეხლა რო არ ჩავიხვიოთ ამ ვიდეოში, ხო, სხვა ვიდეოებში კიდევ შემოგთავაზებთ, ოღონდ რიგითობას დავიცავ, სხვადასხვა ადამიანებზე ჩავანაცვლებ ხოლმე, რომ არ იყოს იმის განცდა, რომ მე თქვა ჩავიხვი ერთ ადამიანზე. მე ამ ადამიანებთან პიროვნული არანაირი პრეტენზია არ მაქვს, უბრალოდ მინდა გავაგებინო რა საქმესაც აკეთებენ ესენი, ხო? ამას ხედავს ხალხი რა. მადლობა ყურადღებისთვის. ჩაო, მომავალ შეხვედრაზე.